მოძღვრის მთავარი დანიშნულება და მისია რა არის ადამიანის სულიერ ცხოვრებაში? როდესაც ადამიანი საკუთარ სულში ჩაიხედავს და საკუთარ სულის მდგომარეობას გამოიკვლევს, იქ უკვე ხვდება, რომ მარტო მისი განკურნება ძალიან ძნელია. რითი უნდა შეარჩიო და რითი უნდა მიხვდე, რომ ეს ნამდვილად ის მოძღვარია, რომელიც შენ გჭირდება? ღმერთს უნდა სთხოვა აუცილებლად ადამიანმა რა, რომ ღმერთო გამოაჩინე ადამიანი, ვისათანაც მე შევძლებ გარკვეულწილად ურთიერთობას და რამდენად მიზანშეწონილია, რომ ერის ადამიანს ყავდეს მონაზონის სულიერი მოძღვარი. ვფიქრობ, რომ ერში მცხოვრებ ადამიანს ჯობს, რომ ყავდეს მოძღვარი, კარგად შერჩეული, მაგრამ ყავდეს მოძღვარი, რომელიც მოკლედ ისის თვითონაც ერში ცხოვრობს. როცა ახალგაზრდები მოდიან და ხვდება ხნიერი სასულიერო პირი, ისინი ამ თაობას ძალიან რთულად უგებენ. და ზოგ შემთხვევაში ესეც დამაბრკოლებელი ხდება ხოლმე და შეიძლება თუ არა ეს, რომ მოძღვარი შევიცვალოთ. და რა მიზეზით შეიძლება შევიცვალოთ? ანუ ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ მე ვიძახი ერთ რამეს, რომ ნაბიჯი გადადგი მაშინ, როდესაც დამშვიდებ.